ამერიკული გამოცემა სპორტიკოს მიხედვით ყველაზე შემოსავლიანი 100 ათლეტი წარმოადგენენ 27 ქვეყანას და სპორტის 8 სახეობას. 2024 წელს მათი მთლიანი შემოსავალი 6.2 მილიარდი დოლარი იყო, საიდანაც 4.8 მილიარდი მოედანზე გამომუშავებული თანხაა, ხოლო დარჩენილი 1.4 მილიარდი მოედანს მიღმა საქმიანობიდანაა მიღებული. სიაში 10 ათლეტია, რომლებმაც უფრო დიდი შემოსავლები სასპონსორო შეთანხმებებიდან გამოიმუშავეს, ვიდრე მოედანზე ნაჩვენების შედეგებიდან. მათ შორის კი გამოსარჩევია ბეისბოლისტი შოჰეი ოტანი 72.5 მილიონი დოლარით და გოლფერი ტაიგერ ვუდსი 62.1 მილიონით. ოტანის უნიკალური კონტრაქტის თანახმად ის 680 მილიონს გადავადებული წესით 2030-დან 2040 წლამდე პერიოდში მიიღებს, ახლა კი მისი წლიური ხელფასი $2 მილიონ შეადგენს, რასაც გასულ სეზონში მსოფლიო სერიის მოგებით მიღებული 9 მილიონიანი ბონუსიც დაემატა. მოედანს მიღმა მიღებული თანხებით ოტანი მხოლოდ ლებრონ ჯეიმს, სტეფ კარისა და ლიონელ მესის ჩამორჩება. ასეულის თითქმის 60%-ს NBA-სა და NFL-ის მოთამაშეები შეადგენენ. თანაც აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელიწადში ამერიკულ ფეხბურთში სახელფასო ჭერის მაჩვენებელი 7%-აა გაზრდილი 18.6 მილიონიდან 53.3 მილიონ დოლარამდე. რაც შეეხება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სახელფასო ჭერს, ის 140%-ით გაიზარდა, თანაც ამას დაემატა ახალი მედია გარიგება, რომელიც 11 წელიწადში 77 მილიარდი დოლარის გადახდას ითვალისწინებს. ამ დროის მონაცემებით ლიგის 50 მოთამაშე წლიურად 30 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, თუმცა ეს მაჩვენებელი 2030 წლისთვის 100-მდე გაიზრდება. NBA-სა და NFL-ის გარდა ერთზე მეტი სპორტსმენი ციაში წარმოდგენილები არიან ფეხბურთელები 12-ით, ბეისბოლერები 11-ით, გოლფერები 9-ით, მოკრივეები 6-ით, ხოლო ჩოგბურთსა და ფორმულა 1-ს 2 წარმომადგენელი ყავთ. სახელმწიფოების მიხედვით ყველაზე მეტი 64 ათლეტი ამერიკას ყავს, მას მოსდევს 5 სპორტსმენი დიდი ბრიტანეთიდან, ხოლო იაპონელებსა და ფრანგებს 3 წარმომადგენელი ყავთ ციაში. წლის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენი სპორტიკოს ვერსიით 40 წლის კრიშტიანუ რონალდოა, რომელიც სეზონში $260 მილიონ გამოიმუშავებს. კრიშტიანუს აღნიშნული თანხიდან 45 მილიონი სპონსორებისგან აქვს გამომუშავებული, ხოლო დარჩენილ 215 მილიონს ალ-ნასრი უხდის. თბილისში 70,000 ადგილიანი ახალი სტადიონის მშენებლობა იგეგმება. პროექტის დეტალები ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა მთავრობამ ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანიაზე Stadium Consultancy BV დაიქირავა, რათა შეისწავლოს შესაძლო ადგილმდებარეობები და შეიმუშაოს კონცეფცია. აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულებას 755,000 евро შეადგენს. ოცნების ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარცელაძე Stadium Consultancy-ის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის კომპანიის დამფუძნებელ Ben Winbrings, UEFA-ს სტადიონების მშენებლობისა და მენეჯმენტის საბჭოს წევრ ჯონ ბიტის და არქიტექტორ კრისტიან ვან ჰინკეს. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შეხვედრაზე განხილული იყო ახალი სტადიონის ძირითადი მახასიათებლები და მისი შესაძლო ადგილმდებარეობები. კონსულტანტებმა წარმოადგინეს კვლევების წინასწარი შედეგები, ხოლო შემდეგ ეტაპზე უფრო დეტალური კონცეფცია მომზადდება. კონსულტანტთა ჯგუფი შეიმუშავებს ტენდერის დოკუმენტაციას და სამშენებლო პირობებს, მათი მომსახურება გაგრძელდება 2029 წლის აპრილამდე. კონტრაქტის თანახმად ისინი პროექტის ზედამხედველობასაც განახორციელებენ. ამ დროისთვის უცნობია რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს სტადიონის მშენებლობა. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით მსგავსი პროექტების ღირებულება $200 მილიონ აღემატება. ცნობილია, რომ სტადიონი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საფეხბურთო, ასევე სარაგბო მატჩების მასპინძლობის კრიტერიუმებს. მას UEFA-ს უმაღლესი კატეგორია მიენიჭება, რაც შესაძლებელს გახდის, რომ მასზე მაღალი დონის საერთაშორისო მატჩები გაიმართოს. ასევე სტადიონი იქნება მრავალფუნქციური, მასშტაბური კონცერტებისა და კონვენციებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურით. ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კოვახიძის განცხადებით, მშენებლობის დაწყება 2026 წლის აპრილში იგეგმება, ხოლო დასრულება 2029 წლისთვის. მთავრობა განიხილავს აეროპორტის გზატკეცილისა და რუსთავის მიმართულებებს, თუმცა საბოლოო ლოკაცია ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. ფრანგი მილიარდერის ბერნარ არნოსა და Red Bull-ის ერთობლივი პროექტი FC Paris სტადიონს შეიცვლის და სტად შარლეს ნაცვლად სტად ჟან ბუანზე ითამაშებენ, რომელზედაც ამჟამად სარაგბო კლუბი სტად ფრანსია ასპარეზობს, რომელიც საფეხბურთო კლუბთან ერთად მოედანს 2029 წლამდე გაიყოფენ. ჟან ბუანის სახელობის სტადიონი PSG სტადიონის Parc des Princes-დან მხოლოდ 40 მეტრითაა დაშორებული და ერთი ქუჩა ჰყოფთ. ამჟამად FC Paris-ი ლიგა 2-ში ასპარეზობს, მეორე ადგილზე იმყოფება და დიდი შანსია, რომ მომდევნო სეზონიდან უმაღლეს დივიზიონში ასპარეზოს. აღსანიშნავია ისიც, რომ დაწინაურების შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე FC Paris და PSG ერთდროულად საშინაო თამაშებს ვერ ჩაატარებენ. გასულ NBA-ის All-Star-ზე ჩატენვების კონკურსი შედგა, რომელიც ზედიზედ მესამედ NBA-ის განვითარების ლიგაში მყოფმა მაკ-მაკლანგმა მოიგო და ამ მიღწევით ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა. მაკლანგი მესამე გამარჯვებით ლეგენდარულ ნეით რობინსონს გაუთანაბრდა მოგებული ჩატენვების კონკურსის რაოდენობებით. გამოსარჩევია, რომ მაკლანგმა წლევანდელი გამარჯვებით $105,000 მიიღო, ხოლო ჯამში სამივე კონკურსიდან მიღებულმა შემოსავალმა $310,000 შეადგინა, მაშინ როცა NBA-ში მას გარანტირებული კონტრაქტის სახით $122,000 აქვს გამომუშავებული. ამჟამად მაკლანგს
ორლანდოელებთან ორმხრივი $578,000 ღირებულების კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რაც საშუალებას აძლევს წელიწადში 45 დღე გაატაროს უმაღლეს დივიზიონში, ხოლო დანარჩენი დრო J-ლიგაში. ასე რომ თუ კი სეზონს ორლანდოში ჩაამთავრებს, კარიერაში პირველად გადააჭარბებს სახელფასო შემოსავლებით ჩატენების კონკურსის შემოსავლებს. სულ 3 წელია, რაც მაკლანგი NBA-ში ირიცხება და ამ დროში მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა, რის მიზეზიც მისი არაბუნებრივი გამთამაშებლის თვისებები და ფრთისთვის ზედმეტად დაბალი სიმაღლეა. ეს ყველაფერი კი იმის მიუხედავად, რომ 26 წლის დამცველი საოცარი ათლეტურობით გამოირჩევა და 2024 წელს განვითარების ლიგის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. 23 მარტს თბილისში ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ერთმანეთს საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები უნდა დაუპირისპირდნენ, თუმცა ამ დრომდე ცნობილი არ იყო თუ რომელი სტადიონი უმასპინძლებდა შეხვედრას, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი თუ დინამო არენა. ახლახან კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ინფორმაცია დაადასტურა, რომლის მიხედვითაც სტადიონის ხელახალი შესწავლის შედეგად მის უდიდეს ნაწილზე დასწრება შესაძლებელი იქნება. ახლახან დინამო არენა ხელმეორედ შეისწავლეს და დღეს სტადიონის პირველი იარუსის 1/3-ის გამოყენება არ შეგვიძლია, რაც არ უშლის ხელს UEFA ზონებს და მატჩის დინამო არენაზე ჩატარების შესაძლებლობას განაცხადა დავით მუჯირმა. მისივე ინფორმაციით დინამოზე დასწრება მხოლოდ პირველი იარუსის 6 სექტორზე იქნება ხელმიუწვდომელი, რაც დაახლოებით 4000 ადგილია. შეგახსენებთ, რომ UEFA-ს ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე 7 ქულით დაასრულა, პირველ ადგილზე 11 ქულით ჩეხეთის, ხოლო მეორეზე 8 ქულით უკრაინის ნაკრებები გავიდნენ. შედეგად ჩვენს ნაკრებს B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად 20 მარტს სომხეთში, ხოლო 23 მარტს თბილისში მოუწევს მატჩების ჩატარება. ლეგენდარულმა ყოფილმა კალათბურთელმა და ამჟამად სატელევიზიო ექსპერტმა შაკილ ონილმა სატელევიზიო კომპანია TNT-სთან კონტრაქტი გააგრძელა, რომლის მიხედვითაც წლიურად $15 მილიონ მიიღებს. გადაცემა Inside the NBA სატელევიზიო არხს შეიცვლის და ESPN-დან TNT-ზე გადავა, საპირისპიროდ კი არხი საკოლეჯო თამაშებს მიიღებს კალათბურთიდან და ამერიკული ფეხბურთიდან. შაკილ ონილი გადაცემაში 2011 წლიდან მონაწილეობს და მისი ქონება 9 მილიარდად ფასდება, მაშინ როცა მის მეწყვილე ჩარლზ ბარკლის ხელშეკრულება 2022 წლამდე აქვს გაფორმებული და წლიურად $21 მილიონ იღებს. აღსანიშნავია, რომ პარალელურად NBC-ზე იმუშავებენ კარმელო ენტონი, რეჯი მილერი და ჯამალ კროუფორდი, მაშინ როცა Amazon-თან თანამშრომლობენ დირკ ნოვიცკი და დრეიმონდ გრინი. ამის მიუხედავად ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტს მედია პერსონა NFL-ის ტომ ბრეიდია, რომელიც Fox Sports-ზე $27.5 მილიონ იღებს წლიურად, მეორე ადგილზე კი ზემოთ ნახსენები ჩარლზ ბარკლია 21 მილიონით, ხოლო მესამე ადგილს სულ მალე სტივენ ეი სმიტი დაიკავებს, რომელიც 5 წლიან 100 მილიონის ღირებულების კონტრაქტს გააფორმებს და წლიურად $20 მილიონ მიიღებს. მადრიდის რეალის ბრაზილიელმა შემტევმა ვინისიუსმა პორტუგალიის მეორე ლიგის გუნდი ალვერკა შეიძინა. FIFA-ს ვერსიის წლის საუკეთესო ფეხბურთელმა გუნდის აქციათა ნაწილი €10 მილიონ ყოფილი მფლობელისგან რიკარდო ვისინტინისგან გამოისყიდა და კლუბის მართვის საქმეებში აქტიურად ჩაერევა. ალვერკა ამჟამად მეორე დივიზიონში 2 ქულით ჩამორჩება ცხრილის პირველ ადგილოსანს და აქტიურად იბრძვის უმაღლეს ლიგაში დაწინაურებისათვის. ვინისიუსი სულ მალე აპირებს ადგილზე ჩასვლას და გუნდის ბაზის მონახულებას, ფეხბურთელებთან გასაუბრებასა და იმ საჭიროებების შეფასებას, რაც კლუბისთვის არის აუცილებელი. ცნობისთვის ამ გარიგებით ვინისიუსი გახდება რეალის შემადგენლობიდან მეორე ფეხბურთელი, ვინც ახალი კლუბი შეიძინა. გასულ წელს კილიან მბაპემ საფრანგეთის მეორე დივიზიონში მყოფი კაენის აქციები €20 მილიონ იყიდა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელის დამატებით საუდის არაბეთში ინტერესდებიან, რომლებიც მზად არიან მას 5 წლიანი 1 მილიარდის ღირებულების კონტრაქტი შესთავაზონ, ხოლო მადრიდელებს თავის მხრივ 300 მილიონი გადაუხადონ. UFC-ს ისტორიაში პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ტიტულის მოგებიდან თითქმის 1 წლის თავზე ქამარზე უარი თქვა და ვაკანტური გახადა. ინფორმაცია დაადასტურა UFC-ს პრეზიდენტმა დანა ვაითმა, რომელმაც Instagram-ზე ლაივ ჩართვისას განაცხადა, რომ ქართველი 66 კილოგრამ წონით კატეგორიას სამუდამოდ დაემშვიდობა და ამიერიდან 70 კილოგრამში იასპარეზებს. ვაითის განცხადებით, ცვლილების მიზეზი გართულებული წონის კლებაა და მომდევნო ბრძოლას უკვე 70 კილოგრამიანი მებრძოლის წინააღმდეგ გამართავს. ამ ეტაპზე ილია სავარაუდო მეტოქის შესახებ ცნობილი არ არის, თუმცა თავად მსუბუქი წონის ჩემპიონის ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი არაერთხელ დაუფიქსირებია. ქვემსუბუქი წონის ქამრის ახალი მფლობელი 13 აპრილს UFC 314-ზე მაიამიში ჩასატარებელ ღონისძიებაზე ყოფილი ჩემპიონის ალექსანდერ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპეს შორის ჩასატარებელ ბრძოლაში გაირკვევა. დანა ვაითის განცხადებით, ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის წოდებას სწორედ აღნიშნულ ბრძოლამდე შეინარჩუნებს. შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი UFC 298-ზე ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ ნოკაუტით მოიპოვა, ხოლო მოგვიანებით UFC 308-ზე მაქს ჰოლოუეის გათიშვით ერთხელ დაიცვა.